დროის ჯაჭვი თუ კბილოვანი სარტყელი. რა უნდა იცოდეთ, რომ გზაში არ გაგიფუჭდეთ? სალამი ინჟინერიის მოყვარულებო. დღეს გავხსნით ერთ-ერთ ყველაზე დიდ დილემას, თქვენი მანქანის კაპოტის ქვეშ. რა განსხვავებაა დროის ჯაჭვს და კბილოვან სარტყელს შორის? ბევრს სმენია მათზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა მნიშვნელოვანი როლი აქვთ და რაც მთავარია, რომელი ჯობია თქვენს მანქანას. ოდესმე გიკითხავთ, რა ამუშავებს თქვენი მანქანის ძრავს? იდეალურ სინქრონიზაციაში, როგორც კარგად დაწყობილი ორკესტრი? ეს სინქრონიზაცია შემთხვევით არ ხდება. თქვენი მანქანის მექანიკური გუნის შიგნით არსებობს მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც სხვადასხვა ნაწილის მოძრაობას კოორდინირებს და უზრუნველყოფს, რომ ყველაფერი სწორ დროს იმუშაოს. ჩვენ ვსაუბრობთ ძრავის სინქრონიზაციის სისტემაზე, რომელიც შეიძლება შედგებოდეს კბილანებიანი სარტყელისგან ან დროის ჯაჭვისგან. ამ სისტემებიდან ერთ-ერთის არჩევა ან შენარჩუნება პირდაპირ გავლენას ახდენს გამძლეობაზე, წარმადობაზე და რა თქმა უნდა, თქვენს ფინანსებზე. მაგრამ რა არის რეალური განსხვავება მათ შორის და რატომ იყენებს ერთი ძრავი ერთს, ხოლო მეორე მეორეს? ამ საკითხის სიღრმისეულად გასაგებად, ჯერ უნდა ვიცოდეთ, რა არის ამ კომპონენტების მთავარი ფუნქცია. როგორც დროის სარტყელს, ისე დროის ჯაჭვს აქვს მთავარი მისია. უზრუნველყოს, რომ კრანკშაფტი და გამანაწილებელი ლინვები ბრუნავდეს სრულ ჰარმონიაში. კრანკშაფტი აკონტროლებს დვუშების მოძრაობას, ხოლო გამანაწილებელი ლილვი პასუხისგებელია შეყვანისა და გამონაბოლქვის სარქველების ზუსტად საჭირო დროს გახსნასა და დახურვაზე. თუ ეს სინქრონიზაცია დაირღვევა, შედეგი შეიძლება იყოს ძვირადღირებული და კატასტროფული ძრავისთვის, რაც გამოიწვევს სერიოზულ შიდა დაზიანებებს. ეს იგივეა, როგორც ორკესტრის დირიჟორმა რიტმი რომ დაკარგოს და მუსიკოსებმა თითოეულმა თავისით დაიწყონ დაკვრა. შედეგი ქაოსია. ეხლა მოდით თითოეულის თავისებურებებს შევუღმავდეთ. დავიწყოთ ცნობილი კბილებიანი სარტყელით. კბილებიანი სარტყელი მოქნილი დეტალია, რომელიც როგორც წესი დამზადებულია მაღალი სიმტკიცის რეზინისგან და გამაგრებულია მინის ბოჭკოთი, ნაიმონით ან სხვა სინთეზური მასალებით. იმისთვის, რომ გაუძლო ძრავის მაღალ დაძაბულობასა და ტემპერატურებს. მის შიდა ზედაპირზე აქვს კბილები, რომლებიც იდეალურად ერგება კბილებიან შკივებს კრანკშაფტსა და სარქველების მექანიზმზე, რაც უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს მოცურება. იმის გამო, რომ ის ძრავის გარეთ მდებარეობს, ხშირად ხილვადია, ან მარტივი სახურავის მოხსნით ადვილად მისადგომია. კბილებიანი სარტყელის მთავარი მახასიათებელია მისი პრევენციული მოვლის საჭიროება. მაგრამ რატომ არის საჭირო კბილებიანი სარტყელის პერიოდული შეცვლა და რა რისკები ახლავს მას, თუ ამას არ გავაკეთებთ? მასალის რეზინისგან დამზადებისა და მუდმივი დაძაბულობისა და ტემპერატურის ცვლილებების გამო კბილებიანი სარტყელი დროთა განმავლობაში ბუნებრივად ცვდება. წარმოებლები განსაზღვრავენ სარტყელის შეცვლის ინტერვალს გარბენის მიხედვით, როგორც წესი 40-დან 120 კილომეტრამდე, ან დროის ინტერვალს, რომელიც მერყეობს 3-დან 5 წლამდე. რაც ადრე დადგება, ის უნდა გაითვალისწინოთ. ამ რეკომენდაციის უბულებელყოფა უკიდურესად საშიშია, რადგან სარტყელის გატეხვა ან გაწყვეტა მუშაობის დროს გამოიწვევს კრანკშაფტისა და სარქველების მექანიზმის დაუყოვნებლივ ასინქრონობას. ეს ნიშნავს, რომ დგუშები შეიძლება ძლიერად შეეჯახონ ღია სარქველებს, რაც გამოიწვევს სარქველების გადახრას, დგუშის თავების დაზიანებას და შესაძლოა ძრავის თავსაც კი დააზიანოს. შედეგად შეიძლება მიიღოთ ზარალი, რომელიც ადვილად გადააჭარბებს თვითონ ავტომობილის ღირებულებას. მიუხედავად ამ ყურადღების საჭიროების, დროულად შეცვლის შემთხვევაში კბილანებიანი სარტყელი გარკვეულ უპირატესობებსაც ფლობს. ერთ-ერთი მთავარი სარგებელი მისი უფრო ჩუმი მუშაობაა. რეზინი შთანთქავს ვიბრაციებს და ხმაურს, რაც უფრო რბილ მართვის გამოცდილებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ის უფრო მსუბუქია, რაც შეიძლება მცირე გავლენას ახდენდეს ძრავის საერთო წონაზე და შესაბამისად სათვალის ეფექტურობაზეც. საწყისი წარმოების ხარჯი და სათადარიგო ნაწილის ღირებულება უფრო დაბალია, რაც იმ ძრავებს, რომლებიც ამ სარტყელს იყენებენ, წარმოებაში უფრო იაფს ხდის. მეორე მხრივ, გვაქვს გამძლე დროის ჯაჭვი. დროის ჯაჭვი, როგორც სახელიდან ჩანს, არის მეტალის ჯაჭვი, რომელიც ძალიან გავს ველოსიპედის ჯაჭვს, მაგრამ დამზადებულია მაღალი სიმტკიცის ფოლადის შენადნობებისგან. ისევე როგორც კბილოვანი სარტყელი, ისიც უკავშირდება მეტალის კბილანებს, კრანკშაფტსა და სარქველების მექანიზმზე. მაგრამ განსხვავებით სარტყელისგან, ჯაჭვი მუშაობს ძრავის შიგნით ზეთის აბაზანაში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მის ხარისხსა და მუშაობის ეფექტურობას.
სწორი დაჭიმულობის შესანარჩუნებლად და იმისათვის, რომ ჯაჭვი არ დაიუტყას ან არ ავიბრეს, ჯაჭვის სისტემა იყენებს ჰიდრავლიკულ დამჭიმებლებს, რომლებიც ძრავის ზეთით იკვებება, ასევე პლასტმასის ან მეტალის მიმმართველებს. ჯაჭვის მთავარი უპირატესობა მისი გამძლეობაა, მაგრამ ხშირად მსმენია, რომ ჯაჭვი მთელი ძრავის სიცოცხლის განმავლობაში ძლებს. ეს მართალია თუ მითია? სიმართლე ისაა, რომ თეორიულად კი ასეა. ჯაჭვი ისეა დაპროექტებული, რომ გაცილებით მეტი განძლეობა ჰქონდეს და ხშირად მისგან ელიან, რომ ძრავის სიცოცხლის ვადის განმავლობაში გაძლებს. მისი მეტალის მასალისა და ძრავის ზეთით მუდმივი შეზეთვის წყალობით მას არ სჭირდება რეგულარული შეცვლა, როგორც ეს სავალდებულოა კბილანებიანი სარტყლისთვის. თუმცა იმის თქმა, რომ ის მარადიულია, გადაჭარბებაა. დროის და გარბენის მატებასთან ერთად ჯაჭვი შეიძლება გაიწელოს, რაც ცნობილია როგორც ჯაჭვის მოდუნება ან გაწევა. ჰიდრავლიკური დამჭიმებლები შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან და პლასტმასის მიმმართველები შეიძლება გაცვდეს ან გათხვდეს. როდესაც ეს პრობლემები იწყებს გამოვლენას, ძრავი ხშირად აშკარა ნიშნებს იძლევა. და რა ნიშნებია იმისა, რომ დროის ჯაჭვს შეიძლება ჰქონდეს პრობლემა და რა ხდება თუ ის გამოვა მწყობრიდან. დროის ჯაჭვის მოდუნების ან დამჭიმებლების ცვეთის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია დამახასიათებელი ხმაური ძრავში, რომელიც შეიძლება ჟღერდეს როგორც ჟღარუნი ან ბღავილი, განსაკუთრებით ცივზე დაქოქვისას ან დაბალ ბრუნებზე. თუ ამ ნიშნებს ყურადღებას არ მიაქცევთ, ზედმეტმა მოდუნებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯაჭვმა ერთი კბილი გამოტოვოს, რაც ძრავის დესინქრონიზაციას და ისეთივე სერიოზულ დაზიანებებს იწვევს, როგორც გაწყვეტილი დროის სარტყელი. დროის ჯაჭვის შეცვლა, როგორც წესი, უფრო რთული მომსახურებაა და შესაბამისად უფრო ძვილიც, რადგან საჭიროებს ძრავის ზოგიერთი ნაწილის გახსნას. მაგრამ როგორ შედარებულია მოვლა და გამოყენების ხარჯი დროის სარტყელსა და დროის ჯაჭვს შორის? დროის სარტყელი საჭიროებს მაქსიმალურად მკაცრ მოვლის გეგმას და პერიოდულ შეცვლას. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული შეცვლა შედარებით იაფია ვიდრე ჯაჭვის შეცვლა, ავტომობილის ექსპლუატაციის განმავლობაში დაგროვილი ხარჯი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. რაც შეეხება დროის ჯაჭვს, თეორიულად ის მოვლისგან თავისუფალია, მაგრამ საჭიროებს ყურადღებას ზეთის ხარისხსა და რეგულარულ შეცვლაზე, რადგან ტენსორების სისტემა და თვითონ შეზეთვაც პირდაპირ მასზეა დამოკიდებული. თუ ჯაჭვი მწყობრიდან გამოვა, შეკეთება როგორც წესი უფრო ძვირიჯდება, რადგან ძრავის დაშლა უფრო რთულია. არსებობს თუ არა უკეთესი სისტემა თანამედროვე ძრავებისთვის დროის ჯაჭვსა და სარტყელს შორის? სწორი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, რადგან არჩევანი ძალიან დამოკიდებულია კონსტრუქციაზე, ძრავაზე და მწარმოების პრიორიტეტებზე. ბოლო წლებში ბევრი მწარმოებელი ირჩევს დროის ჯაჭვს, განსაკუთრებით დიდი მოცულობის და მაღალი წარმადობის ძრავებში. ან იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ უფრო გამძლე და ნაკლები მოვლის ხარჯის მქონე ძრავების მოთხოვნა. Programada para o proprietário. მასალებისა და ჯაჭვების დიზაინის განვითარებამ ისინი უფრო ჩუმი და სანდო გახადა. თუმცა, კბილანებიანი სარტყლებიც განვითარდა, უფრო განძლე მასალებით და გრძელი შეფლვის ინტერვალებით. ისინი კვლავაც შესანიშნავი არჩევანია კომპაქტური ძრავებისთვის და იქ, სადაც წარმოების ხარჯთეფექტიანობა მნიშვნელოვანია. მაგრამ მე უკვე მსმენია ზოგიერთი მანქანის შესახებ, რომლებიც იყენებენ კბილანებიან სარტყელს, თუმცა ის ზეთშიც არის ჩაძირული. ეს მართალია, ასეთი ტიპის სარტყელიც არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ უცნაურად ჟრერს, რეზინისა და ზეთის შერევა. და თქვენთვის, ვინც არიცით, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც გამოიყენება ასეთი ტიპის სისტემა, მაგრამ ვფიქრობ, ეს სხვა ვიდეოს თემა იქნება. თუ აქამდე მოხვედი და ვიდეო მოგეწონა, გამოიწერე არხი თუ ჯერ არ ხარ გამოწერილი, დაალაიქე და ჩართე შეთხობინებების ზარი. და თუ ჩვენი კონტენტი საინტერესო გეჩვენება, განიხილე წევრობა, რომ დაგვეხმარო პლატფორმაზე მუშაობის გაგრძელებაში და მოგიხსენიოთ ჩვენს ვიდეოებში. თუ გაინტერესებს, რომელი კურსებს გირჩევთ, გამოიყენე აქ გვერდზე მოცემული QR კოდი ან ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმული, რომ მიიღოთ ცდომა მრავალ შესაძლებლობაზე, სხვადასხვა უნარების გასავითარებლად, რაც თქვენს კარიერაში განსხვავებას შექმნის. და შენ, რა ტიპის სისტემა გაქვს შენს მანქანაში? ქონია კარგი თუ ცუდი გამოცდილება დროის სარტყელთან ან ჯაჭვთან დაკავშირებით. ნეტა ვიცნობ ვინმეს, ვისაც Z-ში მომუშავე დროის სარტყლიანი მანქანა ჰყავს. დატოვე კომენტარებში, მინდა ვიცოდე შენი აზრი და შენი ისტორიები. აქ გვერდით არის ორი საინტერესო ვიდეოს არჩევანი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, რომ გააფართო შენი ცოდნა და დააკმაყოფილო შენი ცნობის მოყარეობა. თუ გინდა რომ დაგვეხმარო, დაალაიქე, გამოიწერე არხი, ჩართე ზარი და განიხილე არხის წევრობა. ეს იყო ყველაფერი ინჟინერიის მოყვარულებო. დიდი მადლობა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.